მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში მუშაობას იწყებს საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება. მე ჟურნალისტი თამუნა გვილავა მთავარის გუნდთან ერთად დღის სიახლეებს გაგაცნობთ. ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ვირუსით ინფიცირების 3216 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 517 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ განაცხადა. ამ ეტაპზე იმერეთის საავადმყოფოებში 1240 ადამიანი იმყოფება, მათ შორის მძიმე პაციენტია 217. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 39 ადამიანი. იმერეთის COVID სასტუმროში მოთავსებულია 270 ადამიანი, ხოლო საკარანტინე სივრცეებში 35. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოჯამრთელდა 3927 პირი. სამწუხაროდ უკანასკნელი 24 საათის მანძილზე გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 1267 ადამიანია დაღუპული. ქუთაისში მესამე დღეა მუნიციპალური ტრანსპორტი გაჩერებულია. მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარი ავტომობილი არ აქვთ, ტაქსით უწევთ გადაადგილება, რაც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. როგორ მუშაობენ ტაქსები, ყავთ თუ არა მგზავრები და რამდენად ხელმისაწვდომია მოქალაქეებისთვის ეს სერვისი. ცლად ნახეთ მასალა. ქუთაისში მსგავსად საქართველოს 7 ქალაქისა 28 ნოემბრიდან მუნიციპალურ ტრანსპორტს ფუნქციონირება აეკრძალა. მოქალაქეებს გადაადგილება მხოლოდ საკუთარი ავტომობილით, ტაქსით ან ფეხით შეუძლიათ. როგორც ქუთაისში აცხადებენ, ტაქსით მგზავრობა ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ როდესაც გჭირდება, სხვა გზა არ არის. მოქალაქეები ასევე აღნიშნავენ, რომ აკრძალვა გამოსავალი არ არის და ტრანსპორტს განრიგით მაინც უნდა ემოძრავა. გადაადგილება როგინა აქედან იკეაში ან რაღაცა და იგი განსაზღვრულ დროში მაინც უნდა იყოს, გრაფიკში მაინც უნდა იყოს რაღაცა. ტაქსი ძვირი ღირს, გაძო? ტაქსი 10 ლარი ღირს, წასვლა წამოსვლა, აგერ და არ წაგიყვანს კიდონ იკეამდე, წასვლა და წამოსვლა. ეს პრობლემა არ არის, მაგრამ ისინი ვინც გარეუბნებიდან დადიან, რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ რა ვქნათ? COVID-ი უფრო ცუდია. ტრანსპორტი არა, აქ ცხოვრობ ახლოში და არა მაქვს მაგ პრობლემა, ჩვეულებრივად. უპრობლემოდ გადავადგილდები, მაგრამ ვინც ახლა ცოტა მოშორებით არის, მოსასვლელი რა ხმას, ახლა ყველა ტაქსით ხომ ვერ ივლის. ცოტა რთულია, მაგრამ მაინც ერთი მხრივ კარგია ფიზიკური ვარჯიში გამოვა და პირიქით სიარული უკეთესია ორგანიზმისთვის. მე არ დავდივარ ზერმონზილებზე და მოკლემანძილებზე ფეხითაც კარგად დავდივარ. ტაქსის ფული არა აქვს ყველას. ამიტომ ცოტა ხალხი ტაქსით მიწევს, მაგრამ ძალიან ხერხემშლელი არის, მაგრამ თუ არ ავიცილოთ პირობების ეს პირობები უნდა ავიცილოთ და უნდა იყოს ახლა ჩაკეტი ჭირდება საერთოდ. ტაქსს ველოდები. და ტაქსით მოხვედით. დიახ. რამდენად ძვირი გიჯდება ესე გადაადგილება და რამდენად რთულია ბიუჯეტურად ამას გაწვდეთ? რთული ძალიან არის. ძვირი ჯდება, ხა მე რაიონიდან ვარ და 60 ლარი ჯდება რომ მიგიყვანო, მოგიყვანოს. მაგრამ მაინც გიღებთ სავარო. მაინც ვიღერს, ჯანმრთელობა ყველაზე ბევრი. თუ გვაქვს ტაქსით და ფული თუ არა გვაქვს ფეხით, შვილო, რა დივილი. ცხოვრობთ ჯიმასტაროში და იქით ახლომახლო ისეთი აფთიაქი ვერანი. ანუ გიწევთ, რომ ძირითადად ქალაქზე ვარ დამოკიდებული. რამდენად ძვირი ჯდება ტაქსით გადაადგილება და თქვენს ბიუჯეტზე როგორ აისახება და რამდენად რთულია? დიდი სიამოვნებაა, შვილო, უმუშევარი ადამიანისთვის, პენსიონერისთვის, გადასახდები, თანხები, ასეთი. 6-7 ლარი ალბათ ახლა გააძვირებენ ტაქსების. ამდენ 5 ლარი იყო ახლა მაგალითად და ახლა ალბათ გააძვირებენ. თქვენი აზრით ტრანსპორტი უნდა აეკრძალოთ, ეს იყო გამოსავალი. გაჭირებული კაცისთვის აკრძალვა უნდა, თუ ხელი შეწყობა უნდა. თავად ტაქსის მძღოლები კლიენტების ნაკლებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მალე ისინიც ვეღარ შეძლებენ მუშაობას. არ არის კლიენტი, ესე იგი არ არის ბენზინის ფულიც, აცხადებენ ისინი. მძღოლები ასევე აღნიშნავენ, რომ კლიენტმა იკლო და ხალხს იმ თანხის გადახდაც არ შეუძლია, რაც მანამდე მგზავრობა ღირდა. ნახევარი საქართველო გამოკეტილია და რაცა ისა ტარიფები ხომ არ გაიზარდა ამ დღეების განმავლობაში? არ გაზრდილა. ხალხი
თვითონ რას ამბობს, როგორ აფასებენ, როდესაც ტაქსებით უწევთ გადაადგილება? რაკნან ახლა ყველას არა აქვს საშუალება უჭით, მაგრამ რაკნან აუცილებელი როცაა გადაადგილება. მაგალითად მე არ მივზდია ჯერ მოხარელს მომაწევ. პირიქით ხომ არ შემცირდა. რა თქმა უნდა, მეიკლო იმის რომ ხალხი ვერ დაიარება და ვერ იმაშება რა. თქვენი აზრით ტაქსის ფული ყველას არ აქვს და რა თქმა უნდა, ეს ახლა ყველა საერთოდ პრობლემაა იმისთვის რომ ტაქსის ფული გია ხალხმა პურის ფული თუ იშოვა იგი საკმარისია და ტაქსისთვის გადიძულებული როცა მაშინ იჯდება და გაჭირებული ადამიანი. პენსიონერმა რა ქნათ? პენსიით წამალი იყიდოს თუ ტაქსით იარო. ტარიფები ხომ არ გაზრდილა? არა, ჩვენ მაგალითად ახლა ძირთად გორას ვემსახურებით. როგორც დავდივით ისე რომ ისედაც გაჭირებულ ხალხს რომ ტარიფი მომატვრა ვერ მოგცემს და ის იქნება. ხალხი ვერ გამოდის გარეთ და ვინ ჩაჯდება ტაქსი. ტარიფები ხომ არ გაზრდილა? არა, როგორც მაგერა იგიც მიმყავს ახლა აგერ 5 ლარის მაგვირად 4-ად წამიყვანებ. არა, ხალხს რა ქნა. ხალხი არ მოძრაობს და ტაქსი ვინ ჩაიძებ. ტარიფები ხომ არ გაზრდილა? ტარიფები რიგით დაბადარავს. ადრე 4 რო ვახდებოდით რო აღარ იხდის. კაცი 3 მაგ წამიყვანებოდა, რას უშვები ახლა უნდა წაიყვანო გაჭირებული ხალხი. შეიძლება ითქვას რომ შემცირდა ხალხის ნაკადი? რა თქმა უნდა, ბატონო, ახლა ზავოდიდან იქნება პასილოკი და სიდან რომელი უბნიდან უნდა იყოს. თუ ვერ წამოვიდა, რომ მოდიოდა 50 კაპიკად 5 ლარი საიდან ექნება, როგორ წამოვა? ესე იგი ჩერდება უბანზე და არის სახლში გამოკეტილი რა. ტარიფები ხომ არ გაზრდილა ტაქსის ამ პერიოდში? გაზით კი აპირიქით გვაკლებენ კიდო იმასაც ვეღარ იხდის ხალხი და აწი კიდო ალბათ ვარესი იქნება. ნუ ერთი სიტყვით თუ ასე გაგზელდა ალბათ ძალიან ბევრს მოუწევს გაჩერება რომ ვერ იმუშაებს. იმიტომ რომ იმას ზღვარს ქვევით რომ წახვიდე წაგებაზე უნდა იარო, საწვავი ჯვირდება და გართულებული გადაადგილების ფონზე ქუთაისის ქუჩებში ცხენებზე ამხედრებული ახალგაზრდებიც გამოჩნდნენ. მოქალაქეების ნაწილი კი ფეხით აგრძელებს სიარულს და როგორც ტაქსის მძღოლები აღნიშნავენ, ისინი თავიანთ საცხოვრებელ უბნებზე რჩებიან მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენის მოლოდინში. ქვეყანაში პანდემიისათვის დაწესებული შეზღუდვების გამო აგრარულ ბაზარში დასაქმებულებს გადაადგილება უჭირთ. როგორც ისინი აცხადებენ, იძულებული არიან ტაქსით იმოძრაონ, რაც მათ შემოსავალს აღემატება. მეგატივის ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მუნიციპალური ტრანსპორტის გაუქმება მათი საქმიანობის შეცვლილებას ნიშნავს. ვცვლად ნახეთ მასალა. დაცარიელებული დახლები და ცარიელი ბაზარი ტრანსპორტის გაუქმების გამო აგრარულ ბაზარში დასაქმებულები იძულებულები არიან ტაქსით გადაადგილდნენ. ეს ხარჯი კი მათი თქმით შემოსავალს აღემატება. სწორედ ამიტომ თუ მდგომარეობა ასე გაგრძელდა, ისინიც სხვების მსგავსად დატოვებენ დახლებს. ყოველდღე 5 ლარი ტაქსი წადი წამოდი, როგორი საწევარია. აი დახურული არის ახლა ნახევარზე მეტი სექციები. რა უნდა წამო ხვალდაზე? ორკაბი შეულობდნენ და ვეღარ მოდიან, იმის საშუალება არ აქვს, რომ ტრანსპორტით იმოძრაონ დილით და საღამოთი. ცოტა რომ პურის ფული არ გრჩებოდეს, მაშინ სულ აღარ წამოვათ და გავჩერდებით, მაგრამ ჩვენი საქონელის ფუჭადი არის. ჩემი გოგო ძალიან კატასტროფა. ებაზარი არის ჩვენი შემოსავალი წყარო და ჩვენი პური არწოფისა და ჩვენ დაგვიკეტა ყველაფერი ამ მთავრობამ ტრანსპორტი არაა და ტაქსით ავტობუსით გზავრობა არ შეიძლება, ტაქსით გზავრობა შეიძლება. კატასტროფა, უმძიმესი მდგომარეობა. აქ მოსვლა გვიждდება 20 ლარი, დილასათი საღამოს 10. სახში არადი არ მომწონს. ორი პურის ფული რო დამჩეს, მაინც კმაყოფილი ვარ და მოვდივარ ძალაუნებრად და იმედით ცოცხლობს ადამიანი. იმიდან ვერ ჩამობრინდებით ჰაერიდან და გზა არა და კვალი არა. ოუშვეს ზოგიერთები და დადიან თავის იმან ჩვენ ჩაგედელში ვარ. ამ ხნის ხალი ახლა ფეხითევედი 8 კილომეტრი. ფეხით ჩამოვედი დღეს 8 კილომეტრი. არა მაგ ტაქსის ფული 5 ლარი ყოველ. მე ახლა კი მოვდივარ, მაგრამ თუ 2 დღე გავჩერდები და მე გავჩერდები ალბათ, იმიტომ რომ ტრანსპორტი ჭირს ძალიან. ტრანსპორტის პრობლემა არის. მაგრამ
აღარ აქვს აზრი აქ ყოფნის. ბაზარში მყიდველები ფაქტობრივად არ არიან. პროდუქტებზე ფასების ზრდასთან ერთად ხალხის სიმცირე ტრანსპორტის არარსებობამაც გამოიწვია. რადგან როგორც მეგატივის ჟურნალისტს განუცხადეს, იმდენი სახსრები არ აქვთ, რომ ტაქსით იმოძრაონ. აუცილებელი ყოველთვის არის პროდუქტის შეძენა ოჯახში, რა თქმა უნდა, ვიძენთ ინტენსიურად, მუდმივად, მაგრამ არის გაძვირებული ფასების შესაძლებლად. ყველაფერი გაგიჩნდათ მოსვლა ტრანსპორტის არარსებობის უჭირს ალბათ ყველას და მიჭირს მეც მათ შორის, მაგრამ რო თქვა ეხა რომ მე პირადად ახლოს ცხოვრობ ქალაქის ცენტრთან და ამდენად არ განვიცი ძალიან დიდ დისკომფორტს, თუმცა ჩემს ირგვლივ არიან ადამიანები, ვისაც ძალიან უჭირს არიან ხანდაზმულები, რომელთაც ესაჭიროებათ ხო გამოსვლა გარეთ და მაგის გამო სწორედ არიან შეყოვნებული, რომ არ არის ტრანსპორტი ქალაქში. ასოზე მიჭირს, აბა ასოზე ახლა მე თქვაც მე არ მიჭირს 99% უჭირს. ჩემზე ხო არა დაბაგიდებული, მე შეიძლება აგერ ცხოვრობ. აუცილებელია რა თუ დავანას ლაპარაკია, ორი აზრი არ არსებობს მაგაში. დღეს მინდოდა წასვლა სხვაცა ორი აზრი და 45 წუთი უცადე იმას. მარშრუტს და ბერე გაბახსენა რომ არ მუშაობენ. ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება 24 დეკემბრამდე იკრძალება. იმ ადამიანებს, ვისაც სამსახურებში უწევთ სიარული და დაქირავებული მანქანები არ ემსახურებათ, ტაქსით უწევთ მოძრაობა. რამდენ ხანს ეყოფათ მათ სახსრები არსებულ ვითარებას თავი გაართვან, ამაზე პასუხი არც თავად აქვთ. როგორც ბაზარში დასაქმებულებს, ასევე ქუჩაში მოძრავ მოქალაქეებს მხოლოდ და მხოლოდ იმედი აქვთ, რომ სულ მალე მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. დამატებითი რეგულაციების გამო ბევრ სხვა ობიექტთან და ბიზნესთან ერთად ფუნქციონირება შეაჩერეს ფიტნეს დარბაზებმაც, რაც ისედაც დიდი ხნის მანძილზე გაჩერებული სექტორისთვის კიდევ უფრო დიდი ტვირთი და დარტყმა გახდა. პრობლემები ექნებათ როგორც ფიტნეს დარბაზებში დასაქმებულებს, ასევე იმ ადამიანებს, ვისთვისაც ვარჯიში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. პრობლემებსა და მომავალზე მეგატივისთან გალილეოს წარმომადგენელმა თორნიკე გელაშვილმა ისაუბრა. იყო თუ არა აუცილებლობა ფიტნესის დახურვის, ეს რამდენად ეთანხმებით? არა, არ იყო აუცილებლობა. რისკი ცხადია, რისკს არ უარყოფ, რომ რისკი არსებობს ნებისმიერ სივრცეში, ამ ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს, მაგრამ აქ მყოფი ადამიანები ალბათ განსაკუთრებით იმუნური სისტემა აქ ამ სივრცის მომხმარებელ ადამიანებს განსაკუთრებით მაღალი აქვს და განსაკუთრებით დაცულები არიან ამ ვირუსისგან და კიდევ მაგის გარდა არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც გარდაული აუცილებლობა აქვთ ვარჯიშის, რომლებიც დაუშვათ ავარიის დროს დაზარალდნენ და თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა შეეზღუდათ და მათ დროული რეაბილიტაცია ჭირდებათ, დროული პროფესიონალური რეაბილიტაცია ჭირდებათ, რომ ეს რისკი დააზღვიონ და მოკლედ გამოჯანმრთელი რეაბილიტაცია მოხდეს სრულყოფილი. კიდევ მაგალითად გულის პრობლემის მქონე ადამიანები, რომლებსაც სპეციალური კარდიოდანადგარები ჭირდებათ და მოკლედ ასეთი უამრავი ადამიანი დადიოდა ჩვენთან და მათაც მოკლედ მათთვისაც ძალიან ცუდია ეს. ეს თქვენზე ფინანსურად, ეკონომიკურად როგორ აისახება? თქვენი აზრით რამდენ ხანს გასტანს ეს და რამდენად შეძლებთ ჩვეულ რეჟიმში კვლავ დროულად დაბრუნებას? ესე იგი, ამას ისევ გავიმეორებ, რომ ბიზნესებიც დაახლოებით ისეთივე შემოსავალს დაბულებენ, როგორც დასაქმებული ადამიანები ხელფასს, ანუ როგორც დასაქმებულ ადამიანს ხელფასით არ შეუძლია დაზოგოს იმდენი, რომ 2-3 თვე მერე ხელფასად შეეძლოს არსებობა, ეგრე არის ბიზნესებიც უმრავლესობა. ის რომ გაჩერებულ ბიზნესს არ შეუძლია 2-3 თვე გაჩერდეს და რაღაც რესურსი პრობლემად გააგრძელოს მუშაობა. და რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, როდის გავაგრძელებთ მუშაობას, ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინებით რეგულაცია, გაცხადებული რეგულაცია, ანუ გაცხადებულ რეგულაციის ვადამდე ძალიან დასრულდება ეს რეგულაციები, ოპტიმისტური მოლოდინი გვაქვს, რომ მანამდე მოვცემ მუშაობის განხილვის შესაძლებლობას თავისუფლად. თუ უწევთ სოლიდარობას ბათუმში გამართულ აქციებს და თუ გეგმავთ იმავეს ქუთაისში, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ შემდგომი ნაბიჯები და გაგრძელება შესაძლებელია იყოს აქცია? ცხადია, სოლიდარობას უცხადებთ ჩვენ ბათუმში
ვაკლებთ ინსტიტუტს რეფორმაც და სამწუხაროდ ანუ ჩვენ გულწრფელად გითხრათ ჩვენ მსგავსი ტიპის აქციას არ გეგმავთ. სათქმელი ალბათ ის იქნება რომ ადამიანებმა გაიაზრონ ვინც ეს რეგულაციები დააწესა, ვინც ჩვენ მუშაობის უფლება შეგვიზღუდა, გაიაზრონ ის რომ ცხადია რისკი არსებობს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ გავრცელების რისკი ნებისმიერ სივრცეში არსებობს, მაგრამ ეს ისეთი სივრცე არის, სადაც ადამიანები ჯანმრთელობას იუმჯობესებენ, იმუნურ სისტემას იმაღლებენ და უფრო მდგრადი არიან ამ საშიშროების წინაშე გულისხმობ ინფექციას, ანუ COVID ვირუსს. საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათა შორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში არსებული წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო. მეგატივის ჟურნალისტი დაინტერესდა, როგორი დამოკიდებულება აქვთ არსებულ რეგულაციებზე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაიას განცხადებით შეზღუდვების დაწესება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ საზოგადოება შიმშილით არ დაიხოცოს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს, აცხადებს გოგი წულაია. რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ამ რეგულაციებმა ისე უნდა დააწესო, რომ ადამიანები მშიერი არ მოვდნენ და ორი კაპიკის სახში შეიტანონ და რა მნიშვნელობა აქვს, რითი მოვდები ახლა კორონა მოკლავს და სიცხე მოკლავს თუ შიმშილი მოკლავს, მაგას ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა და თან არის კატასტროფული სიტუაცია, ახლა როცა შვილი გეუნება მამამშია ან დედამშია და აი ხარ უზრუნული და ვერ აჭყევ შვილს და ვერ უკმაყოფილებ მოთხოვნილებას, ელემენტარულ სტარხوارეულებს თუ ამანდამაინც მაგალამ დაუკიდო შვილს და ასე და ძირადღირებულობილი. აი საჭმელზე ელემენტარულ ჩაცვაზე როცა აქვს საუბარი, ნუ აღარ მშობლები არის კატასტროფულ სიტუაციაში და ასე ხელახებით რომ ამ ადამიანებს კეტავ და არ მოაყოლებ მას ეკონომიურ პროექტს, რა როგორ რამდენ ხანში უნდა გაუძლონ, როგორ გაუძლონ, რა უნდა იყოს შემოსავალი. ამას უარ მოაყოლებ, ეს ნიშნავს რომ ფეხებზე ვკითხავ, ვინც გადარჩენ, ვინც არ გადარჩენ, დამჭერ ფეხებს რა. პური რა თქმა უნდა და არ არის მართებული რა. და თუ კი ბაზარი და იგი სასუსადო ბაზარი ხო დატოვეთ. იმ სასუსადო ბაზარში თუ არ მიდიდა ადამიანი რომელიც თქვა ავტოკარგის ბოლოს სწოროს და სასუსადო ბაზარში ყიდის, კის, პამიდორს და ყველს და ან რაღაცას. იმან თუ არ მივიდა იგარა. მაშინ გეტყვა რომ დაკეტილი ხარ შეცო. რა მნიშვნელობა აქვს? ჩემი აზრი არის ასეთი, თუ მიზანი არის რომ და მიზანი ეს არის ხო ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გართულების დროს რომ გაწყდეს ჯაჭვი, ხო? ჯაჭვის გაწყვეტა ნიშნავს რომ მიიღო ასე ვთქვათ არაპოპულარული გადაწყვეტილება და შეზღუდო ადამიანების მობილობა, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ რაღაცა შეზღუდო და რაღაცა დატოვო. თუ შენ რაღაცა შეზღუდო, რაღაცა დატოვო, ამით აკლებად გონია რომ ჩვენ ეფექტს მივიღებთ. წარმოიდგინეთ, ეხლა რა მდგომარეობა იყო შავი პარასკევის დღეს, ხო, აი როდესაც ძალიან დიდი ფასტაკლები იყო და ასე შემდეგ და ეს დაემთხვა შეზღუდვების წინადადებას. ხო, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა იყო, ყველა მივხილოთ, ხო? ეს რა თქმა უნდა, ამის თალა ჩვენ ვიხილავთ 2-3 კვირის შემდეგ. 2-3 კვირის შემდეგ, ანუ 24 დეკემბერს თავრობის აზრით უნდა გაიხსნას მთლიანად კიდე ხელახლა იხსნება ანუ საახალწლო პერიოდში ერთი კვირა ისევ მთლიანად გახსნილი იქნება მობილობა და გადაადგილება ავკრივავთ ხელახლა კიდე რაოდენობას მე უნდა ჩავიკეტოთ კიდე 3 კვირა თუ ერთი თვე და ეს ციკლი პარალელურად უნდა ვაბრუნოთ რამდენ ხანს ეს ხო გაუთავებელი წრეა ამ სპირალში ჩვენ ამ სპირალიდან ვერ გამოვართ მე ასე წარმომიდგენიათ მომხრე ვიყავი და ვარი ვისწრი რომ ჩაიკეტოს ერთხელ განსაზღვრული დროით არა 2 თვით 3 თვით ერთხელ იმ დროით რასაც ჭირდება ჯაჭვის გაწყვეტა ეპიდემიოლოგიური ჯაჭვი რასაც ქვია როდესაც ამ ჩვენ შეზღუდვებს გავაკეთებთ და თავკეტავთ ადამიანები არ უნდა მიაგდო რა თქმა უნდა ბედისანაბარი თითოეულ ადამიანს უნდა მიცეს საარსებო მინიმუმი იმისათვის რომ ეს პერიოდი გაიტანოს ადამიანმა დასაქმებულმა, გაუსაქმებელმა. ქუთაისში კლინიკიდან გაუჩინარებული პაციენტი, რომელსაც 3 დღე ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს, როგორც მეგატივის
თან დაკარგული მამაკაცის შვილიშვილმა განიცხადა 75 წლის ანზორ ლემონჯიას ცხედარი ინტერვენციული მედიცინის ცენტრთან ახლოს ტყეში იპოვეს. მამაკაცი კლინიკის უკანა კარიდან 27 ნოემბერს გავიდა. როგორც ოჯახის წევრი აცხადებს, მოხუც სიმსივნიდან გამომდინარე მეხსიერების პრობლემა ჰქონდა. მათივე თქმით, 27 ნოემბერს 23 საათზე მოხუცი ყინულის მოედანთან შეამჩნიეს. მას შემდეგ კი კვალი დაიკარგა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ასაკოვანი მამაკაცი იყო კონტაქტური. მათივე ცნობით, ნებისმიერ დროს პაციენტს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება და დატოვოს სტაციონარი. დაკვირვების ქვეშ იყო რაიმე საფრთხე არ ელოდა, მაგრამ იყო დაკვირვების ქვეშ და დილით გაეწერებოდა. იმავით არ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების სამსახურს ვერ დავაკისრებ პაციენტს, რომელიც კონტაქტურია, ნებისმიერ დროს აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება და დაწოვოს სტაციონარი, რომელსაც წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ და პაციენტის ნების საწინააღმდეგოდ არ შეიძლება მისი დაყოვნება სტაციონარში. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალური გამოშვება პირდაპირ ეთერში მუშაობას სტუმართან ერთად განაგრძობს. მთავარი შეკითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმერეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე პასუხობს. მოგესალმებით ბატონო გოჩა და მადლობას გიხდით რომ გვერთვებით. მოგესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა მოწვევისათვის. ბატონო გოჩა, ჩვენი მთავარი და პირველი შეკითხვა, როგორი ეპიდვითარებაა იმერეთში? რამდენი ინფიცირებული და სამწუხაროდ რამდენი გარდაცვლილი გვყავს? რამდენი მძიმე პაციენტი გვყავს? ზოგადად ალბათ იცით თქვენს ადევნებთ უკვე თვალყურს ყოველდღიურად თუ რა მდგომარეობა გვაქვს და რა დინამიკა გვაქვს. საერთოდ მსოფლიოში არის ძალიან მძიმე სიტუაცია, 65 მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით და ახალი შემთხვევები ფაქტობრივად 9 მილიონზე მეტი იყო ახალი შემთხვევა მსოფლიოს მასშტაბით, რაც დაფიქსირდა. საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში ჰქონდა 3216 ახალი შემთხვევა, აქედან იმერეთის შემთხვევების წილი იყო 517 ახალი შემთხვევა, როგორც PCR მეთოდით დიაგნოსტირებული, ასევე ანტიგენის ტესტით. ბოლო დღეების დინამიკას თუ ავიღებთ, სამწუხაროდ მზარდი დინამიკა გვაქვს, მოგეხსენება და სწორედაც ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი და მიზეზი იმისა, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, შეზღუდვების გამკაცრება იქნა შემუშავებული და მიღებული გადაწყვეტილება, რომ გარკვეული გამკაცრება შემოიღოთ რეგულაციების თვალსაზრისით, რამაც იმედი გვაქვს, რომ უნდა მოგვცეს ის პოზიტიური შედეგი, რომ მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში ტენდენცია კლების გვექნება. ბატონმა გამყრელიძემ განაცხადა, ქვეყანა ახლა ინფექციის გავრცელების პიკში იმყოფებაო. რამდენ ხანში შეიძლება ველოდოთ დაინფიცირებულთა რიცხვის კლებას? აი ზუსტად მაგას გულისხმობთ, ეხლა ნამდვილად პიკზე ვიმყოფებით, საშუალოდ უკვე ბოლო დღეების განმავლობაში და კვირეებით რო ავიღოთ მარტო იმერეთში ყოველდღიურად გვიფიქსირდება 500, 600, 700 ფარგლებში ახალი შემთხვევები, თუ არ ჩავთვლით შაბათ კვირას, როდესაც ზოგადად მიმართვიანობა კლებულობს ხოლმე და ალბათ ამის ხარჯზე გვაქვს ხოლმე გარკვეული კლება. ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ძალიან ოპერატიულად მიუხედავად ამ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობისა ვახერხებთ, რომ კონტაქტებზე მიდევნება განხორციელდეს მათი დროული იზოლაციის მიზნით, გარკვეული, ასე ვთქვათ, ღონისძიებების გატარებაც მოხდეს, როგორც მათი კარანტინში გადაყვანის იქნება ეს თუ თვითიზოლაციაზე გადაყვანის თვალსაზრისით და ეს გვაძლევს, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეფექტს და პოზიტიურ ეფექტს. და ამის პარალელურად თუ კი ჩვენ შევძლებთ, რომ იმ შეზღუდვების მკაცრი მონიტორინგით და მკაცრი შესრულებით, რომელიც დააწესა ხელისუფლებამ, განვახორციელოთ ეს მონიტორინგები ძალიან ზუსტად და სწორად და ასევე მოსახლეობამაც შეიგნოს და გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რომელიც არის შეზღუდვების თვალსაზრისით დაწესებული, მაშინ ჩვენ რა თქმა უნდა გვექნება შედეგი მომდევნო 2 და 3 კვირის განმავლობაში, რომ გავანახევროთ მინიმუმ ეს მდგომარეობა, რომელიც გვაქვს. ესე იგი, დაახლოებით ჩამოვიდეთ სადღაც 200-300 ინფიცირებულზე ყოველდღიურად, ეს იქნება უკვე ძალიან პოზიტიური
წინსვლა ვითარების გაუმჯობესების თვალსაზრისით, მაგრამ ამას რა თქმა უნდა ჩვენ მარტო შეზღუდვების დაწესებით და ამის დეკლარირებით და გამოცხადებით ვერ მივახცევთ, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა კიდევ ერთხელ მინდა მათ მოუწოდო, უნდა იყოს ძალიან მობილიზებული და არ უნდა იყოს თქვათ ასევე აი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ შეზღუდვებთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ იგრძნობა ბოლო დღეების განმავლობაში. ჩვენ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ არ არსებობს იმაზე უკეთესი შესაძლებლობა, არ არსებობს იმაზე უკეთესი წამალი ამ დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიც არის პირბადის გამოყენება, ხელების ჰიგიენა და სოციალური დისტანცია. ეს სამი ოპცია არის შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ ჩვენი საზოგადოება და თავიდან ავიცილოთ სიკვდილიანობა. ბატონო, სიტუაციის განსამუხტად შეზღუდვები კი დაწესდა, მაგრამ ასე უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდება ჩაკეტვა, შემთხვევების კლება, მე ისევ გახსნა, ისევ ზრდა, ვაქცინაზე საუბრობს მთელი მსოფლიო და ითქვა, რომ გაზაფხულზე ჩვენამდეც მოვა ვაქცინა. თქვენი მოლოდინი როგორია? თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეს შეზღუდვები და ეს შემაკავებელი ღონისძიებები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მზარდი ასე ვთქვათ, ინფიცირების მზარდი მაჩვენებლის ფონზე თანდათანობით გვეზრდება შესაბამისად ის მძიმე შემთხვევების რაოდენობაც, რომელიც საბოლოოდ ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ლეტალურად მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ისე მაღალი პროცენტია ლეტალობის საქართველოში, 0.93%-ია დღეს მდგომარეობით და მსუბუქი მიმდინარე ფორმები 87%-ს აღწევს დაახლოებით, რაც რა თქმა უნდა ძალიან დამაიმედებელი პროცენტული მაჩვენებელია, მაგრამ ჩვენთვის თითოეული სიცოცხლე არის ძალიან მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით ის ადამიანები კიდე, რომლებიც არიან საკმაოდ მოწყვლადი ჯგუფი, ჩვენი ასაკოვანი ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც ჩვენ სირბილით ცხოვრობენ, ჩვენი ოჯახის წევრები, ესენი ძალიან მნიშვნელოვანი ეს სოციალური ჯგუფია, რომელსაც განსაკუთრებული მზრუნველობა და გაფრთხილება ჭირდება. და ჩვენ რო ისინი დავიცვათ, ეს შემაკავებელი ღონისძიებები ამ ეტაპზე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხოლო შემდგომი ეტაპისთვის, რა თქმა უნდა, მსოფლიო უკვე ფაქტიურად მზად არის იმისთვის, რომ ვაქცინა როგორც კი საბოლოოდ გაივლის შესაბამის შეფასებით ეტაპებს, რომ დაინერგოს და დაიწყოს მისი გამოყენება და ამ პროცესში საქართველოს როგორც მოგეხსენებათ უკვე ჩართულია, წინასწარი შესატანი თანხაც 4 მილიონის ფარგლებში უკვე გადარიცხულია, რაც გვაძლევს ჩვენ იმის საშუალებას, რომ ძალიან დროულად საქართველოს იყოს უზრუნველყოფილი შესაბამისი ვაქცინით. და ეს ვაქცინა სავარაუდოდ, რა თქმა უნდა, გაზაფხულისთვის უკვე ჩვენს ქვეყანასაც მოეწოდება, როგორც კი იქნება დამტკიცებული და მიღებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ვაქცინა. და ეს მოგცემს ჩვენ საშუალებას უკვე შემდგომი ტალღისათვის არა მხოლოდ თქვათ პრევენციული და შემაკავებელი ღონისძიებებით, არამედ უკვე ვაქცინაციითაც მოვახდინოთ ჩვენი საზოგადოების იმუნური ფენის შექმნა და მათი დაცვა კორონავირუსისაგან და განსაკუთრებით იმ ჯგუფების დაცვა, რომელიც მაღალი რისკს წარმოადგენენ და მაღალ რისკ ჯგუფს წარმოადგენენ და ესენი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არიან ქრონიკულად მოავადე ადამიანები, სამედიცინო საზოგადოება, სამედიცინო პერსონალი, ბოლო პერიოდის განმავლობაში მოგეხსენებათ არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა ლეტალობის ჩვენ სამედიცინო პერსონალში, რაც ასევე ძალიან მტკივნეულია და ძალიან მძიმეა ჩვენი საზოგადოებისათვის და ჩვენი. ბატონო, კიდევ ერთი და ბოლო შეკითხვა მაქვს. რამდენად ართმევს თავს იმერეთი დაინფიცირებულ სტაციონარში გადასაყვან პაციენტთა საავადმყოფოებში შეყვანას და იქ მოთავსებამ მკურნალობას? ბევრი მძიმე პაციენტი გვყავს, ძალიან ხშირად იწერება სოციალურ ქსელში, რომ ადამიანებს, რომლებიც თავს კარგად არ გრძნობენ და ნამდვილად საჭიროებენ სტაციონარში გადაყვანას ადგილები არ ხვდებათ. იმერეთში როგორ ხდება ამ საკითხის დარეგულირება? იცით რა, ყოველთვის ყველაფერს ხელს უშლის აფექტური და ესე ვთქვათ ემოციური ფონი და ემოციური მდგომარეობები. მათ შორის, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ამ COVID-თან დაკავშირებით არის სწორედ ეს ფსიქოლოგიური მდგომარეობები და ფსიქოლოგიური ფაქტორები.
დღეის მდგომარეობით ჩვენ სტაციონარულ სისტემაში და სტაციონარულ ქსელში მართვა აბსოლუტურად რაციონალურად და სწორად მიმდინარეობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში ვიღებთ გადატვირთვას სტაციონარული სისტემის იქიდან გამომდინარე, რომ სტაციონარში საკითხავენ და სტაციონარში ხვდებიან პაციენტები, რომლებსაც ნამდვილად არ ესაჭიროებათ იმ ეტაპზე სტაციონარული მკურნალობა და გაცილებით უფრო ეფექტური იქნება მათთვისაც პირველ რიგში, რომ ისინი დაემორჩილონ ოჯახის ექიმების მხრიდან მიწოდებულ რეკომენდაციებს დარჩენენ ბინაზე ან გათავსდნენ COVID სასტუმროებში, სადაც ძალიან ეფექტურად ხდება მართვა პაციენტების, მათი ვთქვათ, იგივე სადიაგნოსტიკო თვალსაზრისით, კლინიკური კვლევების ჩატარების თვალსაზრისით, ასევე პირველადი დახმარების მედიკამენტების მიწოდების კუთხით იქნება ეს თუ ჟანგბადის მიწოდების დახმარებით კუთხით, ამას COVID სასტუმროებში ძალიან ეფექტურად ხდება ამ მიმართულებებით მართვა. ასევე ბინებზეც ოჯახის ექიმების მხრიდან ძალიან ეფექტურად არის შესაძლებელი მართვა, თუ ამ ყველაფერს არ გავაფუჭებთ ჩვენი ვთქვათ გარკვეული ემოციური, აფექტური მდგომარეობებით და არ დავიწყებთ ესეთ ქაოსურ მიმართვიანობას სტაციონარულ დაწესებულებებზე. სადაც ხშირ შემთხვევაში როგორც ხაზი გაუსვი, ამისი აუცილებლობა და საჭიროება არ არის და შესაძლოა ამ დროს პრობლემა შეექმნას სწორედ ისეთ პაციენტს, რომელსაც რეალურად ესაჭიროება. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ მიმართულებით ჩართულია როგორც ადმინისტრაციული მართვის სამსახურები, ასევე სამედიცინო სექტორი მთლიანად და პრაქტიკულად ყველა თითეული შემთხვევა პაციენტისა, რომელიც არის მძიმე მდგომარეობაში, მისი განხილვა და მისი მდგომარეობის შეფასება, ესე ვთქვათ, გარკვეული კონსენსუსით ხდება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებისა და ადმინისტრაციული, ასე ვთქვათ, ერთეულების მონაწილეობით და ხდება მათგან გადაწყვეტილების მიღება, რომელი სტაციონარში უნდა იყოს ესა თუ ის პირი განთავსებული. ამ ეტაპზე მე შემიძლია ვთქვა, ვერ ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, თითოეული სტაციონარის სახელით, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ეს საკითხი აბსოლუტურად კოორდინირებულია და მოწესრიგებულია იმერეთში, ისე როგორც უკვე აღვნიშნე, ვთქვათ, COVID სასტუმროებში მართვის საკითხიც. და მე მინდა უბრალოდ საზოგადოებას და ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდო, რომ თუ კი ჩვენ ვართ COVID ინფიცირებული, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამო, 87% შემთხვევაში მიმდინარეობს დაავადება სუბუქად, უსიმპტომოთ ან ნაკლებ სიმპტომებით. პირველ რიგში უნდა მივაქცევთ ყურადღება იმას, რომ არ უნდა ჩავარდეთ პანიკაში, არ უნდა გქონდეს ესე ვთქვათ ემოციური ისტერიული რეაქცია, თუ კი COVID დადასტურებული შემთხვევა გვაქვს და აუცილებლად დავრჩეთ იზოლაციაში, დაუკავშირდეთ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმის რეკომენდაციების მიხედვით ვიმოქმედოთ. თუ სახლში ბინაზე ვერ ახორციელებს ადამიანი იზოლაციას, დამატებითი რისკი რო არ შეექმნას მას რისკი დამატებითი, რომ კიდევ უფრო ვთქვათ მეტი კონტაქტი ქონდეს წყაროსთან, ინფექციის გავრცელების, რამაც შეიძლება გაზარდოს მის ორგანიზმში კონცენტრაცია ვირუსის და უფრო დაამძიმოს მდგომარეობა, უმჯობესია, რომ ამ შემთხვევაში ადამიანი იყოს იზოლირებული COVID სასტუმროში და ჩვენი ხელისუფლება ქმნის ამისთვის აბსოლუტურად კომფორტულ გარემოს მთელი საქართველოს მასშტაბით და იმერეთშიც გვაქვს, თუ არ ვცდები, 11 COVID სასტუმრო ამ წუთას, რომელიც აქტიურად ღებულობს პაციენტებს და ახორციელებს მათზე სამედიცინო ზედამხედველობას და უნდა ვისარგებლოთ, რა თქმა უნდა, ამ შესაძლებლობით და არ არის ყოველთვის აუცილებელი პირველივე დღეებიდან, როდესაც უბრალოდ მხოლოდ ტემპერატურა გაქვს ადამიანს, რომ პირდაპირ გაიქცეს სტაციონარში და სტაციონარის კარებები ვამტვრიოთ იმის გულისთვის, რომ იქ გამთავსდეთ და იქ მივიღოთ სამედიცინო მკურნალობა. ძალიან დიდი მადლობა ბატონო გოჩა, დრო არ გვაძლევს სამწუხაროდ მეტი საუბრის უფრო მეტად გაგრძელების საშუალებას. მადლობას გიხდით, დაგემშვიდობებით, მაყურებელს კი შევახსენებთ, რომ მთავარი შეკითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის იმერეთის სამმართველოს უფროსი გოჩა გიორგიძე პასუხობდა. საინფორმაციო პროგრამა მთავარი სპეციალურ გამოშვებას თბილისის სტუდია განაგრძობს. მე კი გემშვიდობებით ხვალამდე 19 საათამდე. მადლობა რომ გვიყურებთ. ნახვამდის. მოგესალმებით თბილისის სტუდიიდან. ასე გამოიყურება საქართველოს მონაცემი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაში დღეს. როგორც ხედავთ, ბოლო დღეების ნაწილს მზე მრუდი ოდნავ დაბლა ეშვება. სურათის უკეთ დასანახად ჩვენ ბოლო კვირის მაჩვენებელი ცალკე გამოვიტანეთ. თუმცა ამირან გამყრელიძე ვეუბნება, რომ ბოლო დღის კლებამ არ უნდა დაგვაიმედოს.
როგორც იცით, დღეს კორონავირუსის 3216 ახალი შემთხვევა გვაქვს, რაც გუშინდელზე 1210 შემთხვევით ნაკლებია. თუმცა, ამირან გამყრელიძე გვიხსნის, რომ ეს გამოწვეულია შაბათს და უფრო კვირას ნაკლები ტესტების გაკეთებით. თუმცა, იმასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პარასკევს ბევრი გადის ტესტირებას, მაშინ შაბათის მაჩვენებელიც და კლებაც გარკვეულწილად საყურადღებო მონაცემია. ეს შედეგი ვერ იქნება ეგრეთ წოდებული წერტილოვანი შეზღუდვებით გამოწვეული. ზოგი ამ შეზღუდვას მეორე ლოკდაუნსაც უწოდებს, რადგან შეზღუდვების შედეგი, როგორც ეპიდემიოლოგებისგან ვიცით, დაახლოებით 2 კვირაში შეიძლება ვიგრძნოთ. ამირან გამყრელიძე დღეს აცხადებს, რომ პიკში ვართ. ოღონდ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს პიკი, სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ დღეს განსხვავებით მაგალითად ივნისისთვისგან, როცა პირველი ტალღის პიკზე საუბრობდნენ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენლები ვეღარ გვეუბნებიან, პიკი იქნება გორაკი თუ ჯომოლუნგმა, როგორც მაგალითად ივნისში იმნაძე გვეუბნებოდა. ან შევძლებთ თუ არა პიკის ეგრეთ წოდებულ გაბრტყელებას, როდის წავალთ დაღმასვლით, ეს პროგნოზები სამწუხაროდ არ გვაქვს. ეპიდემიასთან ერთად პიკშია ეკონომიკურად და სოციალურად შეჭრებული მოქალაქეების პროტესტიც. წერტილოვანი შეზღუდვებით დაზარალებული მოქალაქეების პროტესტი ჩვენს რეპორტაჟშია თავმოყრილი. კორონავირუსი თუ არა შიმშილი მაინც მოგუკლავს. თბილისსა და რუსთავში გარემოვაჭრეების აქციები მიმდინარეობს. ისინი აპროტესტებენ მთავრობის გადაწყვეტილებას, რაც მსგავსი აქტივობის აკრძალვას გულისხმობს. თბილისში აქცია უნივერსიტეტის ქუჩაზე იმართება, სადაც ყვავილები იყიდება. რუსთავის აქციის ორგანიზატორი ნონა მოდებაძე გელაშვილი გვეუბნება, რომ ხელისუფლებამ წინა ლოკდაუნის დროსაც გაწირა ეს ხალხი და დახმარების იმედი არც ახლა აქვთ. მისი თქმით, ოფიციალური საბუთის უქონლობის გამო მათ 300 ლარიანი კომპენსაციაც ვერ აიღეს. აქციაზე არიან რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებიც. კორონა ძალიან ცუდია, მაგრამ ყურადღება უფრო ცუდია. ეს ადამიანები ამბობენ, ხელისუფლებამ წინა პანდემიის დროს გაფტირა და ამ პანდემიის დროსაც ესე გაფტოვებს და არ გვაქვს გარანტია, რომ ესენი რაიმე თანხით დაგვეხმარებიან და მიტო აცხადებენ დაუმორჩილებს. მაგრამ ზოგი რელიგიური უმცირესობიდან არის და ეს რელიგიური უმცირესობის ადამიანები ხმა იმდენად კიდევ ეწუდება ხელისუფლებას. ხელმეორედ გაშლილი აქვს უკვე ამათ ეს საქონელი ისევე გაშალეს და ისევ გაუმორჩილებლები არიან და ისევ აღვაქცელებენ ვაჭრობას. რომ ლუკმა პური მაინც შეიტანოს და ამბობენ, რომ კორონა თუ არ მოკლავს, მოკლავს შიმში. რუსთავში გარემოვაჭრეებმა ცოტა ხნით მესხიშვილის ქუჩაც გადაკეტეს, სადაც განთავსებულია სავაჭრო ობიექტები. მთავრობის დაწესებულ შეზღუდვებს რუსთავში არ დაემორჩილნენ გუშინაც. ისინი ზედამხედველობის სამსახურმა გააფრთხილა. ძალიან მწუხვა, რომ ეს აქციები დღეს კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეჩერებული იყოს ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა. აქციებს დღეს ჯანდაცვის მინისტრი ასე გამოეხმაურა. ძალიან მწუხვა, რომ ეს აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ, შტაბმა და ასევე საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. კიდევ ერთხელ გამმეორდები, რომ დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ დავიცვათ ყველა ის ზომა, არა მხოლოდ უკვე სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებული არის და დადგინდა 28 ნოემბრიდან. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი კი მეყვავილეებს ონლაინ ვაჭრობაზე გადასვლას ურჩევს. ეს შეზღუდვაა და არა აკრძალვა, ამბობს ბექა ფერაძე. რაც შეეხება საცალო საბუთო ვაჭრობას, თორემ როგორც იცით, მთავრობის დადგენილებით იქნა შეზღუდული მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობები, თუმცა ეს შეზღუდვა მე ხაზგასმით ვამბობ, რომ შეზღუდვა არის და არა აკრძალვა, შეზღუდვა ნიშნავს, რომ მათ დისტანციურად ონლაინ განახორციელონ და განაგრძონ ეკონომიკური საქმიანობა, ეს არ არის აკრძალული, თუმცა ზოგადად მობილობის შესამცირებლად მსგავსი ტიპის საქმიანობები მთელი მსოფლიოს მასშტაბით თქვენ ადევნებთ ალბათ თვალს, რომ არის შეზღუდული. შესაბამისად გამონაკლისიათ არ არის არც საქართველოს. შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბრიდან აკრძალულია სავაჭრო ობიექტების მუშაობა, გარდა სურსათის, ცხოველების საკვების მაღაზიების, აფთიაქების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებისა და პრესჯიხურების.
წერტილოვანი შეზღუდვების საეჭვო იურიდიულ საფუძვლებზე ჩვენს წინა რეპორტაჟებში გიყვებოდით. დღეს უკვე იურისტების ნაწილს შეზღუდვების შედეგად დაჯარიმებული მოქალაქეების უფლებების დაცვა უწევს, რაც ჩვენს რეპორტაჟშია ასახული. ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის ვარდნა 3.9%-ია. საქსტატის წინასწარი ინფორმაციით მიმდინარე წლის 10 თვეში ქვეყნის ეკონომიკა 5.1%-ით არის შემცირებული. ამავე თვეში საქართველოში 4046 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით -4.4%-ია. კლების ტენდენცია გამოვიდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო საქმიანობის სექტორის გარდა, სადაც ის ტენდენცია შეინიშნებოდა განსაკუთრებით აღსანიშნავია დებლების გადამტეხ საწარმოთა ბურმის მოცულობის შემცირება, ტრანსპორტის, სასტუმროებისა და რესტორნების, ხელოვნების, გարձობის, დასვენების, დამამუშავებელი მრეწველობის და მშენებლობის სექტორებში. 2020 წლის ოქტომბერში საქონლის ექსპორტი შემცირდა 2.2%-ით, ხოლო იმპორტი 23.5%-ით. რაც შეეხება საგარეო ვაჭრობის 10 თვის ჯამურ მაჩვენებლებს, ექსპორტის მოცულობა შემცირებულია 11%-ით, ხოლო იმპორტის მოცულობა 17%-ით. ახლად რეგისტრირებულ საწარმოებთან ერთად მცირდება იმ დაწესებულებების რიცხვიც, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის და დაწესებული რეგულაციის პირობებში ფუნქციონირებას ახერხებს. ახალი შეზღუდვების ამოქმედებიდან 2 დღეში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციამ 4000-ზე მეტ კომპანიას საქმიანობა შეაჩერებინა. უწყებაში აცხადებენ, რომ 6177 ობიექტი გააფრთხილა, 3 კი დააჯარიმა. დაჯარიმებულებს შორისაა ერთ-ერთი ფიტნეს ცენტრი ბათუმში. კომპანიამ მთავრობის დადგენილება არ შეასრულა და საქმიანობა არ შეწყვიტა. ამ მიზეზით ის 10000 ლარით დააჯარიმეს. გარდა ჯარიმისა, მომხდარზე გამოძიებაც დაიწყო. დაუმორჩილებლობის sapasუხოდ შსლ ფიტნეს კლუბი დალუქა. მიუხედავად თავდაპირველი ფაქტურებისა, რომ მას მოეხდინა შეწყვეტა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული ეკონომიკური საქმიანობისა, ის არ დაემორჩილა შრომის ინსპექციის მოწოდებას, რის გამოც 52 პრიმომუხლით ის დაჯარიმდა 10000 ლარის ოდენობით. როგორც მოგეხსენებათ და ასევე გავრცელდა ინფორმაცია, კომპანიამ უარი განაცხადა საჯარიმო ფიქრის ჩაბარებაზე, შესაბამისად ამოქმედდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდამკვირვებათა კოდექსის 262 წლის 28 ნოემბრიდან ითვლება ჩაბარებულად და სამართალდამკვირვებს აქვს 30 კალენდარული დღე ჯარიმის გადასახდელად. იმ შემთხვევაში, თუ არ განხორციელდება ჯარიმის გადახდა კანონით დადგენილი წესით, ის მიეცევა იზოლებით ათასრობებად. მანამდე გირჩის ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ სავარჯიშო დარბაზი ბინადი ქირავა. მისი თქმით, პოლიცია მის სახლში ნებართვის გარეშე შევიდა. ფიტნეს კლუბის მეპატრონი აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებს და ამბობს, რომ არსებულ პროცესებს არ შეეგუება. საქმეზე გამოკითხვა დღეს გაიმართა. პროპორციულია თუ არა სახელმწიფოს რეაგირება და დაკისრებული ჯარიმა, შეფასებას საიას იურისტი აკეთებს. გამოძიება დაწყებულია იმ უხრით, რომელიც ჩვენი აზრით ამ ეტაპზე სადავოა, ჩვენი აზრით არ იძლევა იმ ქმედების შემადგენლობას, რა მოხდეთ არის გამოძიება დაწყებული და თვითონაც დავინტერესდით და ჩავშევთ აი ამ თვითონ პიროვნების მომართვის საფუძველზე. ანუ თავისუფლებს ვერ შეუხარდებენ იურიდიულ პირს. თუ ლოგიკურია, რომ თუ ისინი გამოძიებას დაიწყებენ, გამოძიება უნდა დაიწყოს იურიდიული პირის მიმართ და არა შპს-ის დირექტორის მიმართ, როგორც ფიზიკური პირის. საკანონმდებლო აქტები, რომლებიც ამ ყველაფერს არეგულირებს, გვაქვს პრეტენზია იმაზეც, რომ არაკონსტიტუციურია, ამიტომ პროპორციული ვერ იქნება, რა თქმა უნდა. გარდა ფიტნეს კლუბისა დაწესებულ რეგულაციებს აპროტესტებენ გარემოვაჭრეებიც. მუშაობის უფლებას ითხოვენ სავაჭრო მოლებიც. მოქმედი რეგულაციით მათ საქმიანობის განახლება წინა საახალწლოდ 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეეძლებათ. ახალი შეზღუდვების გამოცხადებისას პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ეს იყო კომპრომისი, რომელიც მინიმალურ შესაძლო ზიანს მიაყენებს ეკონომიკას. მისი თქმით, ახალი შეზღუდვები უკვე არსებული 5%-იანი ეკონომიკური ვარდნის პროგნოზის გარდა დამატებით მხოლოდ 0.7-0.8%-იან კლებას გამოიწვევს. განსხვავებული აზრი აქვთ ეკონომიკის ექსპერტთა ნაწილს. საზოგადოება და ბანკების ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ რეალური ეკონომიკური ვარდნა მთავრობის მიერ გაანგარიშებულ რიცხვზე მეტი იქნება. მისივე თქმით, ამ ფონზე დაწესებული შეზღუდვებით შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობა ქვეყანას $1 მილიარდზე მეტს და ასობით სამუშაო ადგილს დააკარგვინებს. საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობაზე დამატებითი შეზღუდვები 28 ნოემბრიდან დაწესდა. კომპანიებმა და მოქალაქეებმა ამის შესახებ ოფიციალურად 2 დღით ადრე გაიგეს. როგორც ეკონომიკურ, ისე ეპიდემიოლოგიურ პრობლემებს პასუხისმგებელმა პირებმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ ჩატარებულ ბრიფინგზე უპასუხეს. მთავარ აქცენტებზე მოკლედ კი ამბობთ.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სავარაუდოდ მარტი-აპრილისთვის შემოვა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანამ 4,5 მილიონი წინასწარ იმ პირობით გადაიხადა, რომ შეგვეძლება ვაქცინის არჩევა. ასევე მისი ინფორმაციით პრეპარატი რემდესივირი ჯანდაცვის სამინისტრომ შეუკვეთა და მალევე ჩამოვა საქართველოში. რემდესივირი, როგორც მე ვიცი, გაფორმებულია ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეკრულებაში ერთ-ერთ წამყვან კომპანიასთან და ვიცი, რომ სულ მალე უნდა იყოს ქვეყანაში გამოსაყენებლად. მაგრამ რემდესივირი კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ეს არ არის ყოველდღიური ხმარების მედიკამენტი. ის იხმარება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით, შესაბამისი ჩვენებებით კლინიკაში. თვითონ თენგის ცერცვაძე არის ერთ-ერთი მოგეხსენებათ მაღალი დონის და ერთ-ერთი უმაღლესი დონის სპეციალისტი, მან თავის თავზე გამოიყენა ეს პრეპარატი და შედეგი აქტიურად არის. დღის მდგომარეობით უკვე გავაფორმებთ ჩვენ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი იქნება ადგილზე. დავაკეთებთ ახალ პროტოკოლს, თუ როგორი გამოყენება შეიძლება ქონდეს ამ პრეპარატზე და რა ფაზაში გამოიყენება ის და შესაბამისად ის გახდება ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი. უპასუხისმგებლობაა, ასე გამოეხმაურა აჭარაში აქციებისა და შეკრებების გამართვას ამირან გამყრელიძე. მისი თქმით, პანდემიის მართვისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს, მათ შორის პოლიტიკური პროცესიც. ამირან გამყრელიძეს ბრიფინგებზე არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იგი პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მოლებმა უნდა დაგვარწმუნონ, რომ პროცესების მართვა შეუძლიათ. ეკონომიკის მინისტრის თქმით, სურათი, როცა ფასდაკლებების გამო აჟიოტაჟი შეიქმნა, გვაფიქრებინებს, რომ სავაჭრო ობიექტებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. შეგახსენებთ, რომ ის სურათი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ შეზღუდვების დაწესებამდე ერთი დღით ადრე აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ფასდაკლებების გამო, გვაფიქრებინებს, რომ მოლებიც დიდი გამოწვევის წინაშე დგანან იმ თვალსაზრისით, რომ უკეთ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ უნდა მართონ აჟიოტაჟური მოთხოვნა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ელემენტარულად ფასდაკლების აქციამ და ეს აქტუალური იქნება თუნდაც 24 დეკემბრის შემდეგაც. და უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ ამ პროცესების მართვა, იმიტომ რომ ყოველად მიუღებელი სურათი იყო, რომელიც ეპიდემიოლოგიურად საფრთხეს შეიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ნათია თურნავას თქმით, დაწესებული შეზღუდვები კერძო სექტორთან კომუნიკაციის შემდეგ დაწესდა, მოლების მფლობელები ამბობენ, რომ მთავრობასთან დახურვაზე არ შეთანხმებულან. 27 ნოემბერს 6 სავაჭრო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო მათ ბიზნეს სრული კოლაფსი ემუქრება. ამასთან მათი თქმით, მოლების დახურვა მათთვის მოულოდნელი იყო. COVID ინფიცირებულების მართვის კუთხით პრობლემები და ხარვეზები არის, რომლის აღმოფხვრასაც ჯანდაცვის სისტემა ცდილობს. განაცხადა დღეს ჯანდაცვის მინისტრმა. მან საწოლ ფონდის რესურსზეც ისაუბრა და თქვა, რომ ცნება საკმარისი საწოლები ზოგადად არ არსებობს. რაც შეეხება თავისუფალ საწოლებს, ეს არის მუდმივად ცვლადი პროცესი, ეს არის გაშლილი საქართველოს მასშტაბით, შესაბამისად საჭიროებები სხვადასხვაგვარი არის, რა თქმა უნდა, არის ხარვეზები და არის პრობლემები, რომელიც იდენტიფიცირებაც ხდება. საკმარისი საწოლების რაოდენობა ზოგადად არ არსებობს ესეთი მცნება. ყველა საწოლი, რომელიც იქნება გამოყოფილი, აუცილებლად იქნება დატვირთული და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს მაგალითი. ზოგადად მსოფლიოში საწოლბრუნვა არის ძირითადად ყოველთვის დეფიციტური. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ეკონომიკის სამინისტრო საქართველოში ჟანგბადის წარმოების ხელშეწყობაში ჩართვას იწყებს. კერძოდ ნათია თურნავას განცხადებით, აღნიშნული ჩართულობა გამოიხატება იმაში, რომ სახელმწიფომ შეიძინა ჟანგბადის მწარმოებელი 10 გენერატორი თურქეთში, რომელთაგანაც 2 უკვე ჩამოვიდა და რუხის კლინიკაში დამონტაჟდა. განიხილეს თუ არა COVID-19 რუსული ვაქცინის შესაძლო შეძენის საკითხი აბაშიძე კარასინის შეხვედრისას, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ არ განუხილავთ. ამბობს, რომ რუსეთი შეხვედრის შინაარსს ინტერპრეტირებს და პროპაგანდისთვის იყენებს. არ ვიცით, რა პროპაგანდამ შეიძლება უშუალოს რუსული ვაქცინის პოპულარობას, მას შემდეგ, რაც მის გაკეთებაზე უარს თავად პუტინი ამბობს. გემახსოვრებათ ჩვენი რეპორტაჟებიდან ამის თაობაზე, მაგრამ აბაშიძე კარასინის მორიგი შეხვედრა ამ და მრავალმხრივაც პრობლემური აღმოჩნდა და სადავო იყო არაერთი ადამიანისთვის. საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ რუსეთის მიერ რელიზში გავრცელებული ინფორმაცია, მაგალითად ფრაზა დადასტურდა ორმხრივი განწყობა 2019 წლის ზაფხულში ქართული ნაციონალების მიერ ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის უარყოფითი შედეგების აღმოსაფხვრელად არის სიცრუე, ინტერპრეტაცია და ტყუილი. თუმცა ეს განმარტებები არ ამშვიდებს ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთა პროტესტი ცხადია,
აბაშიძე კარასინის შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ შინაარსს მოჰყვა. თბილისის სტუდია დღეს ამით გემშვიდობებად, ხვალამდე.